წერის სასწავლო. მიდი. ეს ახლა დავუყავ. აბა იქეთ. დაგეტილი. არის დაგეტილი. წამოის ჩავიქით. მიდი აბა დაელაპარაკე. ჩვენ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფიდან ვართ, ზემოთების გამიხსოვრო. შეიძლება. რამდენი ოჯახი ცხოვრობთ? ორი ოჯახი. ეხლა მასე. დიახ. ორი ოჯახი ცხოვრობთ? სპორტსმენია. აი ესეთი ვიშისტები არ გქონდა დაგაბა. თქვენ სწავლობთ სადმე? სპორტსმენი ხართ, ხო? რა სპორტს მისდევ? სპორტი? თავისუფლად. ჩვენოთ ახალგაზრდების სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი და გვაინტერესებს ეს პრობლემა, რომელიც ამდენელებს ამ თქვენ გაწუხებთ და თუ გაქვთ რაიმე პრობლემა, შემიძლია გასაუბროთ, რომ პრობლემების მიზეზი რა არის დაინჯერა. აგერ ხედავთ ეს როგორ სიტუაციაა შეცვალა. იგი გვერდის ოთახში შეგვიძლია. დიახ, დიახ, ქვემოთაც ვიყავით და კატასტროფული მდგომარეობა. თუ შეიძლება წვიმს ისე წვიმს იმ ოთახშიც. შეიძლება ვნახოთ. კი ბატონო, გამა. აი, აქედან აგერ სული პედოში თავისი წყალი მეორე საფრთხეზე ასეთი საშინელება. ორჯერ გადახურეს, მაგრამ არ ვიცი მე რა გორი გადახურულია ეს, ვერ მივხვდი ამას. ამდენი ხარჯი და ის გაიგებს და ისე წვიმს, რატო გაიგებს ასე არის. ვერავის ვერ მივაკვირეთ რომ თქვა, რომ ისე დაგა. ყურადღებას არ გაქცევენ? არ არის. სამინისტროს არ მიმართეთ? ყველას მიმართეთ, წერილობა და წერილები დარჩენ წერილობად. წერილობით მიმართეთ და პასუხი არ გაუწიათ? არაფერი არ არის, ასე რომ ყოველ დღესი არის ზაზრია და რაჭკუ. ვის სახელზე დაწერეთ? ნუ დაწერეს აქ სახელზე სამინისტროს სახელზე. სამინისტროს სახელზე. მე ეს გამგეობაშიც იყო მისული ხალხი და ასე შემოყარეს აქ არაფერი ხო არ არის გაკეთებული. ასე არავისთვის არაფერი არ გაუკეთებია. ისე ამე აიღეს და ძალიან შემოყარეს აქ. უთხარით და ეს განაწილება როგორ მოხდა? იძახიან რომ არ მოხდაო სამართლიანად და ეთანხმებით? განაწილება განაწილება ეს თვითონ იმათმა ხალხმა სულადობის მიხედვით. აქ ყველაზე უფრო დიდი პარტია არის ასეთი პარტია 54 კვადრატიანი. მიცეს სამსულიანებს და ზევით ვინც არის 54 კვადრატიანი. ვინც ორი სულია, ის ოთახი რო არის, ისეთ ის 31-იც არა ასე. პატარა აშკარად პატარა. თქვენ სადაც თქვენ ცხოვრობთ იქით ხომ? სადაც ეხლა იქით. ბაცვით ცხოვრობს. ბიჭი. აქ 4 სული ცხოვრობს. ახლა ვერ ცხოვრობენ აქ და სხვაგან არიან. იგი ოჯახი და და ორსულიას მიცეს 31 კვადრატი, 23 54 კვადრატი სიების მიხედვით, როგორც იყო სიაში ეცელა. ახლა თუ სხვაგან თუ მეწერია და იმას თუ გავნაზრებ, არ ვიცი, რაღაც სიმართლე. ერთ კაციას მიცეს
18 კვადრატი. ეს 18 კვადრატზეც მეტია. აგერ ცხოვრობს კაცი, ინვალიდები იმას აქვს. ასეთი დიდი ოთახი შუაში გაყოფილია და თითოს სულიას მისცეს ასეთ შუაში. მაგრამ ეს საცხოვრებლად უარგისია, რამხელაც არ უნდა მიცეთ. არ არის ასე ის ფაქტია. ზოგიერთ ადგილებში აქეთ ამ ხარეს აქეთ გვერდით ოთახი რო არის, ხალის ახლა არ არის ეს კაცია გასულია სახს, მაგრამ არის გასული. ოთახშია, იქეთ ამ ხარეს ოთახშია. თქვენი სახელი და გვარი? გვარი ვაცადე. არა. ოღონდ ეს საცხოვრებლად არ ვარ, აი შეუძლებელი აქვს ცხოვრება რა. ნუ აქ ხალხთან თვითონ ხედავთ. აქ საშინელება. ეს იყო სასწავლო დაწესებულება, რომელიც გააგდეს ფაქტურად დაშალეს მიანაგავეს და ფაქტურად. დამირეკება იმას შეხვდები სამწუხაროდ უნივერსიტეტში. წამგავეთ მეჩქრე. Просто зайдут, посмотрим. Можете зайти? Можно? Конечно. Ладно. Я кого? Тут беспорядок вообще. Ничего. დაგირეკავ ან საღამოს და გეთქვი საბჭო. Сколько живет? Сколько вида? Ну, одинокий, короче. Мария, ты там, Мария, Ну как, ветераном дали? Ветеран. Девушку имел, но убежала. Говорит, в таком раз можно жить? Ни туалет нет, он марш-бросок делает 70 метров. До туалета, до этого, короче, умывальника. Ну, умывальник... Успеваете? Иногда да. Если очередь нету. Катастрофа. А где служили? Я сам Сухумский. Сухумский. В каком батальоне? В 3-м. И в 8-м потом перешел. А фамилия как зовут? Руслан Бакрат. Бакрат. А работать сейчас работаете? Ну, работа так не работает, но имею организацию. Инвалиды футбола играют у меня, это одноногие. И руковожу этим. Государство помогает? Нисколько. Ни разу не видел от них никакой помощи. Пенсию и то, что вот 168 получал, 44 и то срезали. Якобы государство что-то делает, помогает, но не вижу, что... Министерство обороны помогает вам? Ведь ветераны перешли в министерство. Ну, надо обратиться, наверное, может, помогут. Я пока не обращался. Мы собираемся там обратиться, если хотите. Проблем нет. Дроут хари, да? Дроудиш. Учавас. 31. 14. Мы будем около первого. Да. Первого. И где будете? У министерства. У министерства, где-то в час, наверное. Да, час. Да, Узнадзе. 14-го. Я знаю, это там Министерство обороны где находится. Очень хорошо. Вообще-то с ними тоже имел разговор, потому что там у них есть инвалиды тоже, которые вот на августских событиях тоже безногие. И привлечь их к спорту. Мы хотим, чтобы помочь сыновьям и дочерям ветеранов. Ясно. Очень хорошо. Да. Хорошая идея. И акция будет проводиться за это, но вообще-то всем ветеранам надо помочь. Очень плохо. В плохом состоянии. Вот ветераны, вот сколько, у меня тоже много ветеранов в организации есть, и все в очень тяжелой ситуации находятся. Не знаю, в других странах вроде в первую очередь обращают на них внимание, а у нас как-то пока в последнем очереди находятся.
Да. Вот тоже вот такое вот дали условие, что в этих условиях? Как нужно? Полевые условия. Да, да. Вот это правильно сказано, полевые условия. Да. А это тоже сам рисую, вот эти рисунки. А Миша там честь дает. А? Миша честь дает. А Миша честь дает, да. Ну, сейчас что сделаешь? Это ветеранские знаки, как раз он тоже стоит. Это такой рисунок, удачно подобрал рисунок. Да.